აპრილის პროგნოზი ვნახოთ, მოდით ბედნიერი დღე ყველას. ვაიმე რა ლამაზი არკანები წამოვიდა ღმერთო ჩემო, მაგარია. რას გვთავაზობს აპრილი, გადავხედოთ როგორი ენერგიის მატარებელია და პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან პოზიტიური თვეჩანს თავისი სასიყვარულო ენერგიით და ასევე ფინანსური კეთილდღეობის სარჩულიც ადევს თან. ეს ორი თემა წამოიწევს წინ, რასაც ყოველი თქვენთაგანი იგრძნობთ. ოღონდ არ მაქვს საუბარი ისეთ ადამიანებზე, ვინც ილუზიაშია, ხელზე დადებული აქვს, ფეხი ფეხზე გადადებული და თვლის, რომ ციდან რაღაც ჩამოვარდება თავისით. რეალური თვალებით, ვინც უყურებთ სამყაროს, შრომობთ, წვალობთ, აქტიურობთ, არ გეშინიათ ცვლილებების, ასეთი ადამიანებისთვის არის აპრილი. სიმტკიცის, ადრენალინის, აზარტის, ფინანსური წყაროების, პარტნიორული ურთიერთობების, გამყარების, განვითარების და შანსების თვე. დაგეგმილი ოპერაციების წარმატებად დასრულების. დაგეგმილი უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის. ენერგოტონუსი მაღალი. თვე დატვირთულია უამრავი მისვლა-მოსვლით, სტუმრიანობით ანუ. მარტისგან განსხვავებით, რომელიც სასტიკად ცვალებადია, აპრილი მეტად უფრო მტკიცედ და მეტგრად გამოიყურება თავისი მოცემულობით. ბევრი დაპაუზებული ურთიერთობა დაიწყებს აღდგენას. ნახეთ რა ლამაზი არკანები გვაქვს. რადგან სასიყვარულო კუთხით ყველა წინაპირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანებმა მეტი დიპლომატია გამოავლინონ ერთმანეთის მიმართ, სიხისტის, უტაქტობის და უხეშობისგან განსხვავებით. რაც თავისთავად შეკვეცავს აგრესიას, უკან დაიხევს წყენები, გაბუტვები, გაჯიბრება, გაჯიუტება და ასე შემდეგ. აპრილის თვეში, ვინც ახალ ურთიერთობებს დაიწყებთ, პაემნებზე წახვალთ, ონლაინ ურთიერთობიდან გადაინაცვლებთ რეალურ შეხვედრებში, ჩათვალეთ გამართლებული ნაბიჯების გადადგმა იქნება ამ შემდეგი განვითარებისთვის. თვე მთლიანად პოზიტიური ვერ იქნება, ლოგიკურია. ამიტომ შევეხოთ ნეგატივსაც, რა გვაქვს საფრთხილო. ჭორები და ინტრიგები. სანამ საკუთარი თვალით არ დაინახავთ, ან საკუთარი ყურით არ გაიგონებთ, ნუ დაიჯერებთ მარტივად ყურით მოთხრეულ ამბებს. ანუ ინფორმაციები შესაძლოა იყოს გადაკეთებული, ყალბი, შეფუთული, მარტივად დასაჯერებელი და აი აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად. სხვა მხრივ განსაკუთრებით სასიყვარულო და ფინანსური ენერგია უხვად გვაქვს, რასაც ქვია აპრილის თვეში. გინდ ახალი ურთიერთობები, გინდ ძველი ურთიერთობები, ყველა ის ურთიერთობა, რომელიც არის რაღაცნაირად დაშლილი, შესაძლოა მარტივ მომრავლებად, ექვემდებარება აღდგენას, თუმცა ახალი ურთიერთობები კიდევ უფრო უკეთესად გამოიყურება. წარმატებები, ბედნიერი დღე. პირადი კითხვები მოწერეთ WhatsApp-ზე ან Viber-ზე, ნომერზე 557 16 73 53, იმისთვის, რომ არ მოხვდეთ სხვაგან ყალბ აკაუნთებზე, რომელსაც ჩემი სახელით იყენებენ ძალიან ბოროტად. ოღონდ ნუ მირეკავთ, მომწერეთ.